ყავს 15 წლის ბიჭი, რომელიც ანუ იმდენი მეგობარი ყავს სოფლიო მასშტაბით, ანუ ისეთი ჩატი აქვს გაკეთებული და ანუ ეს ონლაინ თამაშება მოიტანა ის, რომ ეს ეკეთებიან ერთმანეთს სრულიად ცნობი ადამიანები და ძალიან ერთობიან და მის მეგობრებთან მე მეგობრობ და იმდენად ერთობა წარმოუდგენიათ ამ ბავშვებს. ჯერ ერთმანეთში ხო ინგლისურად ლაპარაკობენ, ქართულ ბავშვებს δεν მაქვს ლაპარაკი აქ უცხოელზე, უცხოელს თავისთავად ინგლისურად ელაპარაკებიან და ეს ქართველი ბავშვები, მეგობრები, კლასელები კოკო და თავის კლასელები ლაპარაკობენ ინგლისურად, ქართულად საერთოდ აღარ ლაპარაკობენ. ოღონდ 100% გეუბნები, თქვენს გეყოლებათ შვილები, იგივე თემები გექნებათ თქვენც, რაღაც ახალს არ ვლაპარაკობ რა. ხო და იმდენად უყვართ ერთმანეთს, იმდენად ერთობიან, ერთ-ერთი იარაღი, რომელიც მათ გააჩნიათ და ერთ-ერთი თემა, რომელიც მათ ომი წარმოუდგენთ, ესაა, რა ვიცი, Call of Duty, რაღაც თამაშები რა. ხო და მაგათ რო ვთქვათ, იმდენად უყვართ ერთმანეთს, რომ მიდი ახლა თქვენ კომპიუტერიდან მიდი ახლა და წადი ერთმანეთი მოკალითქო, მათთვის არის ეს სრულიად ახალი თაობისთვის ეგ არის აბსოლუტური მიუღებელი თემა რა. ხო და იმიდან რა ქვია, ბნელი აზროვნებიდან სანამ არ გამოვალთ, რომ საზღვრები არ არსებობს და და აბსოლუტური მოგონილი ჩვენი და ჩვენივე მოგონილი ტანჯავს და სულ ამ კარმაში ვართ, რამდენი ეპოქა მოვდივართ ესე ომების ეპოქიდან და დღეს ამ ხელა განვითარებული ადამიანები ვართ, ტექნიკასაც წავიდა, საერთოდ სამყაროზე შემეცნებასაც წავიდა და ეს ვიღაცა დეგენერატების რაღაცა ბნელი აზროვნების გამო კიდე უნდა ვიტანჯებოდეთ. გეუბნები, სანამ ეს საზღვრები არ დაიშლება, იმიტომ რომ ესაა მოგონილი და ესაა ბნელი აზროვნება, იქამდე ვიქნებით სულ ესე ტანჯვაში რა. როგორც ჯვაროსნული ომები იყო სრული ტანჯვა და იყო მცდარი აბსოლუტურად, იმიტომ რომ რელიგიის გამო ადამიანები კლავდნენ სხვა ადამიანებს. რელიგია თვითონ ნიშნავს, რომ ადამიანის სიყვარულის ადამიანის მიმართ, ხო? და შენ თუ ამას არ ღვევდა, მე სიყვარულის მაგალითად მოდიხარ და მკლავ რელიგიის გამო, ესე ვაფშე ვერ აზროვნებ, ხო? საერთოდ სიბნელია სრული შენს იმაში გონებაში და მაგ სიყალბიდან ხო გამოვედით და ეხლა ამ სიყალბიდან დაგვჭა გამოსასვლელი, რომ სამყაროში რაღაცა ჩადგეს მშვიდობა მოკლედ რა, იმიტომ რომ ეს თემა ძალიან გვიშლის ხელს მოკლედ რა. გლობალიზაცია რომ მოხდება და დაჟე ინაც რო ერთი გვექნება, მაგაში ვარ დარწმუნებული და მე მაგის მომხრე ვარ. ჩემთვის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი არა აქვს, მე ხა ქართველი ვიქნები, რუსი, იტალიელი თუ ისა რა ქვია, ამერიკელი არ მინდა ეს ეროვნება, არ მინდა რანაირ მიწებებული ისა რა ქვია, არსება ვარ უბრალოდ, რომელიც დროებით ვიყენებ დედამიწას. დროებით მომხმარებელი ვარ დედამიწის, ხო ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ ვართ დედამიწის დროებითი მომხმარებელი და ვაფშე რაზე ვლაპარაკობთ ხალხმა, რა საზღვრებზე ვლაპარაკობთ და მერე თუ კიდე რაღაცა სახაზავით ესე საზღვრების იმაზე ვართ, რა ქვია, ზომვაზე, მაშინ თავით ავხაროთ და ვთქვათ, რომ კი ეს ომები გვია, კი ბნელი ვართ და გვინდა ეს ომები და დავხოცოთ ერთმანეთი.